მთავრობის ხდომა დასრულებულია მინისტრმა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარადგინა. განხილვის მთავარ თემას არამიზნობრივი ხარჯები წარმოადგენდა, კერძოდ კი ახალი მთავრობა პრეზიდენტის ქალაქისა და უშიშროების საბჭოს დაფინანსების შემცირებას გეგმავს. დღესვე გადაწყდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, კერძოდ კი რეგიონების გუბერნატორებს პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. უფრო კონკრეტულად მთავრობის ხდომის დეტალებს პირდაპირ ეთერში ანა ბროლაძე გაგვაცნობს. ანა, გისმენთ. მინისტრთა კაბინეტმა პირველი მოსმენით უკვე ზოგადად გაიარა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით მათ ჰქონდათ საკმაოდ მცირე დრო იმისთვის, რომ განეხილათ წინა ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ხარჯები, გაიანალიზებინათ ეს ხარჯები და თან ისე დაემტკიცებინათ, ისე განეხილათ ეს პროექტი, რომ ჩატეულიყვნენ კანონის ვადებში და 5 ნოემბრამდე მოესწროთ საკანონმდებლო ორგანოში ამ პროექტის წარდგენა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მათ მხოლოდ ზოგადად და ზედაპირულად გაიარეს 2013 წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამ მოსმენის დროსაც გადაწყდა, რომ შემცირდება ხარჯები რამდენიმე მიმართულებით და ის ერთადად შეეხება პრეზიდენტს, შემცირდება მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხარჯები. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 80,000 იხარჯებოდა პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიით მომსახურების კუთხით. მან ასევე თქვა, რომ ძალიან ძვირი ჯდება პრეზიდენტის მეორე თვითმფრინავის შენახვა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, სახელმწიფო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილია დაახლოებით ყოველთვიურად 800,000 პრეზიდენტის თვითმფრინავის მომსახურებაში, რაც ყოველწლიურად დაახლოებით შეადგენს 80 მილიონს. მიმდინარე წელს გადარიცხულია ამ 80 მილიონიდან 13 მილიონი, თუმცა დარჩენილი 74 მილიონის გადარიცხვა აღარ მოხდება. ასევე მთავრობის წევრების განცხადებით დაფინანსება შეუმცირდებათ დედაქალაქს თბილისის მერიის ბიუჯეტიდან. მათი განცხადებით ფინანსება ძალიან ბევრი გასართობი ღონისძიება, ხარჯები არის არამიზნობრივი და შეჩერდება არამიზნობრივი სამშენებლო პროექტების დაფინანსება, ასევე დაფინანსება მოაკლდება და ბიუჯეტი შეუმცირდება უშიშროების საბჭოს. მკვეთრად შევამცირებთ ქალაქის ტრანსფერსაც, რომელიც ქალაქს გადაეცემოდა. მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ თქვენს კარგად იცით, ქალაქის ბიუჯეტიდანაც ფინანსდებოდა ძალიან ხშირად გაურკვეველი პროექტები, დღესასწაულები, კონცერტები. ძალიან დიდი ხარჯებია პრეზიდენტის მომსახურებაში. მარტო სასახლე, რომელიც აიშენა და დაჯდა, კიდევ ვარკვევთ, რატანხები დაჯდა და რამდენიმე სამინისტროდან ფინანსდებოდა და ბოლომდე არ აქვს დადგენილი, ეს ძალკე თემაა. 800,000 მარტო ელექტროენერგიის გადასახდელია წელიწადში პრეზიდენტის სასახლის მომსახურებაზე. მარტო თავდაცვის სამინისტროდან დამატებით მეორე თვითმფრინავი პირველი ვერ გავარკვიეთ კიდევ 800,000 ლარი ირიცხება ყველა წელიწადს მაგის თვითმფრინავის შენახვაზე. ესეთივე კითხვა ისმის თუ გნებავთ ბლოგერიას სამსახურზე 30 მილიონს ითხოვს, დასული წლის ხარჯები 24 მილიონიდან 21 მე მგონი აქვს საიდუმლო ხარჯები და არ არის გაშიფრული. ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის ტრანსპორტი როგორც არის თვითმფრინავი გამოყოფილი იყოს თვეში 800,000 ლარი. ეს ჩვენი გადმოსახედიდან არასწორი ხარჯია, არამიზნობრივი ხარჯია, რომ 80 მილიონზე მეტი დაუჯდეს საქართველოს ჩვენ ბიუჯეტს და ხალხს დამატებითი თვითმფრინავით უზრუნველყოფა საქართველოს პრეზიდენტის. სწორედ ეს საკითხი არის გადახედილი და ჩვენ ალბათ ამ ვალდებულებისგან გავთავისუფლდებით. დაახლოებით მილიარდი ლარი იყო, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვეძლო რამე უფრო კარგ საქმეზე გამოგვეყენებინა. წლევანდელ ბიუჯეტშიც არის ასეთი ტიპის ხარჯები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ასეთი ხარჯები მაქსიმალურად შევამციროთ. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს მსჯელობდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეხება მთავრობის საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებათა პროექტის მომზადებას. ეს პროექტი წარადგინება საკანონმდებლო ორგანოს და ეს ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ გუბერნატორები აღარ ინიშნებოდნენ პრეზიდენტის მიერ და ისინი გადავიდნენ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. ის რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენი პროგრამის, რომ დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს ცენტრალური ხელისუფლების და მაქსიმალურად უნდა გაეცეს ადგილებზე. ამ კუთხით ეს პროექტი დაჩქარდეს. ერთ თვის განმავლობაში სანამ მოხდება მეორე განხილვა ბიუჯეტის, ჩვენ ამ პროექტს უკვე გაგაცნობთ თქვენ, როგორ ვიწყებთ ადგილობრივი თვითმმართველობის გამაგრებას და გამყარებას და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ამ ინსტიტუტს, რასაც ქვია დღეს გუბერნატორი, შეიძლება საერთოდ დაეკარგოს ხიბლი და დაეკარგოს პასი ახალ პროექტს წარმოგიდგენთ და დაფინანსებაც, რასაც ღებულობენ დღეს გუბერნატორები და მისი სამსახური, ალბათ ამ კუთხით გადაფინანსდება და ამ კუთხით დაეხარჯება პროექტს, რომელსაც
ნორმალია საზღვარგარეთ ეს გაკეთება და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. გუბერნატორების ძირითადი დანიშნულება ეს არის რეგიონებში სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაცია და ეს პროგრამები და პროექტები უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების მიერ. მიზანშეწონილია გუბერნატორები იყვნენ უშუალოდ საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში და საქართველოს მთავრობამ შეარჩიოს გუბერნატორები, წარადგინოს ისინი და შესაბამისად ისინი ანგარიშვალდებული იყვნენ საქართველოს მთავრობის წინაშე. ამ ცვლილებების მიხედვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს გუბერნატორები და ისინი მთავრობის წინაშე უნდა იყვნენ ანგარიშვალდებული. აღსანიშნავია, რომ პრემიერის დაქვემდებარებაში გუბერნატორები ისედაც გადადიან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ამოქმედება ახალი კონსტიტუცია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მართალია მათი მიზანი არის დეცენტრალიზაცია, უნდა იყოს არჩევითი გუბერნატორები, ისევე როგორც რეგიონული თვითმმართველობა, თუმცა ამ ეტაპისთვის, ამ გარდამავალ პერიოდში მათ სჭირდებათ, რომ გუბერნატორები ექვემდებარებოდნენ პრემიერის აპარატს იმისთვის, რომ მთავრობამ მოახერხოს დაპირებული პროექტების განხორციელება. ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.